საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცაბჭოს წევრი ირაკლი უბილავა და სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარღია. საღამო მშვიდობისა ბატონებო. მადლობა რომ გვეწვიეთ დღეს სტუდიაში და უპირველეს ყოვლისა მე მინდა საქართველოში რეგისტრირებულ 115671 ნინოს მიულოცო საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღე. და შეუდგეთ ჩვენს განსახილველ თემებს საყურადღებოა ის უპრეცედენტო შემთხვევა ფაქტი რაც უკავშირდება პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის ლიდერების ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებას უამრავი ინფორმაციები იდებოდა როგორც დასავლურ მედიაში, იქ ძირითადად უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე მე-7 იყრის კენჭს პრეზიდენტად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ციფრებიც უკვე ცნობილია 87% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და აგრეთვე ეუთოდირი არ ცნობს ამ არჩევნებს, უკვე გამოხმაურება იყო რუსეთის მხრიდანაც და გააპროტესტეს ასეთი გადაწყვეტილება დასავლეთში, მაგრამ საინტერესო ის გახლავთ, რომ დასავლეთიდან იყვნენ დამკვირვებლები, ასევე იყო საერთაშორისო მედია წარმოდგენილი. იქ ჩანდნენ ჟურნალისტები Sky News-იდან, თქვათ ისეთ სერიოზული გამოცემებიდან და ასევე პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წარმომადგენლები, პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები ამ არჩევნებს. ირაკლი, მოდით თქვენით დავიწყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებზე დაკვირვება საქართველოს მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე არჩეულმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საკმაოდ მწვავე კითხვებს დასავლური მედიის მხრიდან, ასევე მწვავედ უპასუხა. თუმცა ლოგიკას მოკლებული არ იყო, გადაცემის მსვლელობისას ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვით იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი ევროკავშირის ეს ბიუროკრატიას რო ვთქვა, ამ არჩევნებს არ აღიარებს. თუმცა დღეს ძალიან საინტერესო განცხადება ვნახე ჯეფრი საქსის. და რაღაცას ამბობს, რომ deep state, სიტყვას ხმარობს, დღეს მოდურია ეს სიტყვა deep state. ხო, ამ deep state-ს არ სურს ნეიტრალური სახელმწიფოები იხილოს. უფრო კარგად რო ვთქვა და გასაგებენაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხილვა მას სურს ყველა სახელმწიფო მათ გავლენის ქვეშ იყვნენ. ბელორუსი ერთ-ერთი მაგალითია იმისა და არა მარტო ეს ბოლო პერიოდი არამედ რამოდენიმე წლიან მე თუ მკითხავთ საერთოდ რაც ლუკაშენკო გახდა პრეზიდენტი ბელორუსიის რესპუბლიკის ხო მის მერე სახელმწიფო სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის რელსებზე დააყენა. გასაგებია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას უწევდა ლავირება როგორც დასავლეთის მიმართულებაზე, რუსეთის მიმართულებაზე. იყო პრობლემები, რუსეთთანაც პრობლემა ჰქონდა, დასავლეთთანაც პრობლემა ჰქონდა. თუმცა თავის სწორი საგარეო პოლიტიკით მან ამ ზეწოლებს ორივე მხრიდან მე ვიტყოდი, გაუძლო და დღემდე მოიტანა თავისთავად პრეზიდენტად. რაც შეეხება 87%-ს მე ვთვლი, რომ ამ დღევანდელ მოცემულობაში, პოლიტიკური სისტემის დღევანდელ მოცემულობაში ეს სრულად რეალურად ასახავს იმ საზოგადოების განწყობებს ბელორუსის მოქალაქეებისა, ხო? რეალურად ასახავს და შესაბამისად მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს ამ ადამიანებს ხარს. რაც შეეხება ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე თუ ვიტყვი და ვისაუბროთ, ხო? მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი ფაქტორიდან გამომდინარე. ჩვენ სუვერენიტეტის თემის ასე ვთქვათ, სუვერენული სახელმწიფოს პრინციპების რეალიზაციის ბოლო 1 წელი, 2 წელია რაც დავიწყეთ, ხო? ძალიან მე ვიტყოდი ამ ხელისუფლების ჭკვიანური საგარეო პოლიტიკის პირობებში. რომ გვენახა და ჩვენ დელეგაციას რო ენახა თუ როგორ ხდება ამ სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპის რეალიზაციის პირობებში როგორ ტარდება არჩევნები და როგორ არის იქაური პოლიტიკური სისტემა ზოგადად მოწყობილი. ეს მართლა გითხრათ როგორც პოლიტოლოგი, როგორც მეცნიერი, მე არ ვარ დამყოფი და ასე არც მაქვს შესწავლილი. ჩვენს მეგობრებს მე დიდი ენთუზიაზმი ველოდები, რას მეტყვიან და რეალურ ინფორმაციას როგორცაც გადმომცემენ
და შესაბამისად სურს ამ პოლიტიკურ სისტემის შესწავლა ვინაიდან ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა თუ როგორ მოვახდინოთ მომავალში ამ ჩვენი სუვერენიტეტის გამტკიცება საერთაშორისო არენაზე. თან ხვდები იმასაც, რომ ჩვენ ყველა ვხედავთ იმასაც, როგორ მიმდინარეობს საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაცია, ხო? თუ ევროპული ბიუროკრატიის, ამერიკული deep state-ის ხელში იყო პლანეტის სახელმწიფო და აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა დიდი ნაწილი, ხო? შესაბამისად, დგება ერა საერთაშორისო სისტემაში, სადაც ნათლად და ფართოდ იქნება წარმოუდგენელი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოები. ხოლმე რუბიოს განცხადება იყო მარკო რუბიოს, რომ სახელმწიფო მდივნად დაინიშნა. ასე რაღაც ამბობს, რომ ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ სუვერენული სახელმწიფოების გაძლიერებას და ყველა სახელმწიფომ საკუთარი ნაციონალური ინტერესები დაიცვა საერთაშორისო ასპარეზზე. და შესაბამისად ნახოთ ბელორუსული მაგალითი როგორია და ზუსტად ამ კუთხით უყურებ მე ამ მნიშვნელოვან ვიზიტს ჩვენი პარტიის ლიდერებისა ბელორუსში. კი ბატონო. და ცოტნე სანამ თქვენთან გადმოვალ თავად ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე ბრიტანელ ჟურნალისტს საკმაოდ წვავე კითხვაზე, წვავედვე უპასუხა, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჟურნალისტი ეკითხება თუ ცნობს ამ თქვენ არჩევნებს დასავლეთი და საინტერესოა ტრამპის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ როგორ აეწყობა თავად ბელორუსის საკითხი ამ კონტექსტში. სწორედ უკვე მეშვიდეთ რო იყრის კენჭს და კვლავ არის პრეზიდენტი. ნუ იქ წარმოდგენა ცალსახა აქვთ დასავლეთში, მიაჩნიათ რომ ლუკაშენკო არის ავტორიტარი, თუმცა თავად ლუკაშენკოს პასუხი იყო ამაზე საინტერესო. მე ახლა ჩაგიკითხავთ ერთ-ერთ სააგენტოს ქართულ სააგენტოს უკვე ნათარგმნი აქვს ეს დიალოგი, რომელიც მე მანამდე ვიხილე, რა თქმა უნდა, და ლუკაშენკო პასუხობს ასე. მძიმე ბედი გელით ევროპას ელოდეთო. ამ ჟურნალისტს პასუხობს. თქვენ უნდა წუხდეთ ამაზე, ტრამპის მოსვლით პრობლემები ბელორუსს კი არ ექნება, ევროპას გექნებათ პრობლემებიო. ისინი უკვე დაწყებულია, მან გითხრათ პირდაპირ, ანუ ტრამპმა გითხრათ პირდაპირ და მე ამაში მას მხარს ვუჭერ, გინდათ უკრაინაში ომი, მაშინ გადაიხადეთ 2% კი არა 5%-ია. თქვენ როგორც გველები იგრიხებით, ტრიალებთ, ვერ გაგიგიათ როგორ მოძებნოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ტრამპმა მოინდომა ევროპის, უცენზურო სიტყვა წერია, გამოაცალა იქიდან დიდი ბრიტანეთიო. რაში ჭირდებოდა ეს თუ ამერიკის მიზანი ევროკავშირის გაძლიერება იყო? ვისი იმედი გაქვთ პოლონელების? რა არიცით რომ გერმანია და პოლონეთი სამკვდრო სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთთან გადაკიდებულები? გაუბედავ და ვიტყვი, მტრები არიან ერთმანეთისო. ან ბევრ რამეს ახადა ფარდა, რაც თუნდაც ქართველმა ტელემაყურებელმა მე ვიძახი ადამიანები, რომლებიც ახლა სიღრმისეულ პოლიტიკურ პერიპეტიებში არ არიან გარკვეულები. რატომ არყევენ ევროპას თუ მისი სიძლიერე უნდათ? გულისხმობს ამერიკელებს, ანუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. ისეთ პოზაში დაგაყენებენ, რომ 10 წლეულების მანძილზე ფეხზე ვერ ადგებით. ამ ბრიტანელს პასუხობს. დაგინგრიეს ეკონომიკა და რა უპასუხეთ? ჩვენი ეკონომიკის დანგრევასაც აპირებდნენ. თუმცა ჩვენ შეევეწინააღმდეგებით, ვმუშაობთ, ჩვენ არ ვხოხავთ მათ ოკეანის ფსკერზე და თქვენ რა, ამიტომ ჯობს თქვენ გაჩუმდით საერთოდ და ნუ წუხართ იმაზე ცნობენ თუ არა არჩევნებს ბელორუსში. ყველაფერი დამოკიდებულია ბელორუს ხალხზე, განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ პრესკონფერენციაზე. ცოტნე პრინციპში გავს ძალიან არსებული ვითარება საქართველოში არსებულ სიტუაციას დღემდე ამაზეც ვისაუბრებთ გადაცემაში იქ ევროსაბჭომ საქართველოს დელეგაციას ჩამოართვა იქ უფლებამოსილება დღეს ასევე შეუჩერდათ ამ გადაწყვეტილებით უვიზოთ გადაადგილება ქართულ დიპლომატებს და ჩინოსნებს სუვერენიტეტზე არის აქ საუბარი. აი ეს კონგლომერატი ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებსაც თავად ერთმანეთთანაც აქვთ სირთულეები, გარდა ამისა გამოკვეთილი ქვეყნებიც არის, რომლებიც ვერ ეპუებიან ბრიუსელის დიქტატს და ეს ქვეყნები სხვა მესამე ქვეყნებს მიუთითებენ დემოკრატიაზე და
არიგებენ ჭკუას, ასე ვთქვათ. თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამ არსებულ მდგომარეობას? უკაცრავად პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი დავიწყოთ სოლიდარობის პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის მინსკში საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით ყოფნის ფაქტით, იმიტომ რომ ერთადერთი ქართული დელეგაცია, რომელიც ესწრება და ესწრებოდა ბელორუსის პრეზიდენტის არჩევნებს და ეს ცალსახად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია იმის გამო, რომ თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ ეს მხოლოდ რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესი, ამის უკან ვიწრო პარტიული ინტერესი არ დგას, აქ არის ქვეყნისთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ქცევა, ასე რომ ეს ფაქტი უარსად აღსანიშნავია და მისასალმებელია. რა ჩაიხება თვითონ ბელორუსის არჩევნებს და ლუკაშენკოს იმ სიტყვებს, რომ აქ გადამწყვეტია თუ რას სიტყვის ბელორუსი ხალხი და პრინციპში შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ბელორუსმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა თავის სათქმელი, როდესაც 87%-მდე ხმათა უმრავლესობით აირჩია ლუკაშენკო უკვე მეშვიდედ და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენგან განსხვავებით დაუშვათ ქართული სახელმწიფოსგან და ჩვენი სუვერენიტეტისგან ბელორუსიაში ბევრად უფრო მეტად აქვთ გააზრებული, რას ნიშნავს რა არის სახელმწიფო და რატო არის აუცილებელი სახელმწიფოსთვის კონდეს სუვერენიტეტი და აღკვეთოს ნებისმიერი სახის გარეჩარევა იმ საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებზე თუ საგარეო ვექტორზე. აქედან გამომდინარე მე ვიტყოდი, რომ კი რაღაცა პარალელები დაუშვათ იგივე საგარეო ზეწოლასთან დაკავშირებით, იგივე დასავლეთის მხრიდან ეს პარალელები არსებობს საქართველოსა და ბელორუსს შორის. უბრალოდ ჩვენ და სამწუხაროდ ბელორუსელ ხალხთა და მათ პოლიტიკური ელიტების სასიხადულოდ შეიძლება ითქვას, რომ ბელორუსი ამას უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე ჩვენ ვდებით ხომ? თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ნაკლებად გქონდა იმის შანსი, რომ ჩვენი სუვერენული პოლიტიკა გვეწარმოებინა და დღეს, როდესაც ეს შანსი გაჩნდა, მეტნაკლებად ამას ვახერხებთ და იმედი გვაქვს, რომ წარმატებით განვახორციელებთ ჩვენი სუვერენული ეროვნული პოლიტიკის განხორციელებას. რაც შეეხება დასავლეთს და დასავლურ ელიტებს, რომელიც იგივე ევროკავშირში არიან დღეს მოგალათებული, ხო? ანუ ეს ჩვეულებრივი ხალხია, ვისაც თვითონ წყალი აქვს შემდგარი საკუთარ სახელმწიფოებში, საკუთარ მოსახლეობაში აღარ აქვს ნდობა, აღარ აქვს რეიტინგი და ჩვენ ხედავთ თუნდაც იგივე გერმანიის მაგალითზე, იგივე ტრამპის ადმინისტრაცია, რასაც ეუბნება პრინციპში ლუკაშენკო აი ამ ბრიტანელ ჟურნალისტს, რომ თქვენ ისეთი დღე გელოდება, ჯერ თქვენ თვითონაც არ გაქვთ გააზრებული რა მოხდება თქვენს თავს და არ შემიძლია არ დავეთანხო თუნდაც იმის გამო, რომ აი საუბარი იყო და არაერთხელ გვითქვამ ჩვენ ამ ეთერიდან და ამ სტუდიიდან, რომ დაუშვათ იგივე ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან ეს იყო პირველი დარტყმა ევროკავშირისადმი, რომელიც ანგლოსაქსებმა მიაყენეს მათ და არა დაუშვათ რუსებმა ან ჩინელებმა და ან სხვა რომელიმე გლობალურმა მოთამაშეებმა. ასევე სერიოზული დარტყმა იყო ევროკავშირისთვის და გერმანიისთვის, Nord Stream-ის ნაკადი 2-ის საბოტაჟი და აფეთქება და ამით ეკონომიკური და ესე იგი კრიზისი შეუქმნეს გერმანიას და ევროკავშირს. თუნდაც ის, რაზეც აქ ამ შემთხვევაში ლუკაშენკო ამახვილებს ყურადღებას, რომ პოლონეთი ხდება ნელ-ნელა წამყვანი ქვეყანა ევროკავშირში, ხომ? ხედავთ ამას, რომ აი თუნდაც მაკრონის პარალელურად ეხლა ტრამპის ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა საკუთარი გზა უნდა იპოვოს და რაღაცა საკუთარი თავდაცვის სისტემების შექმნას და ასე შემდეგ. ხო, მაკრონის პარალელურად აკეთებს ტუსკი აი ამ განცხადებებს და არა შოლცი ან რომელიმე გერმანელი ლიდერი. აი ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის შემთხვევითი პროცესი და ეს პროცესი ემსახურება კიდევ უფრო დასუსტებას ევროკავშირის და შიგნით დაუშვათ ისეთი ძალების მოძლიერებას და მომძლავრებას, რომელიც უფრო მისაღები იქნება ახალი ანგლოსაქსური პროექტისთვის, რომელსაც ტრამპი და მისი ტრამპის ადმინისტრაცია ამზადებს, მათ შორის ევროპაშიც და სხვაგანაც და რა ვიცი პრინციპში ხო ეს პროცესი, ეს შედეგები რაც დადგა ბელორუსიაში, როგორც აი ბატონმა ირაკლი ბრძანა, ჩემი აზრით უნდა იყოს მაგალითი ჩვენისთანა ერებისთვის, ჩვენისთანა ქვეყნებისთვის, რომლებიც პრინციპში აი ამ 30 წლიანი არსებობის შემდეგ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დღეს ვიწყებთ რეალურად სუვერენული ნაბიჯების გადადგმას და დღეს ვიწყებთ იმის ხმას მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები და ჩვენ ვაპირებთ ვიმოქმედოთ აი ამ ინტერესების და მიხედვით და ეს ამ ინტერესების და მიხედვით ჩვენ
ჩვენი მოქმედება არ გამოვა იმ მოცემულობით, რომ ჩვენ რაღაცა დავემორჩილოთ, ისევ და ისევ დავემორჩილოთ რაღაცა იგივე ევროკავშირის თუ ევროსაბჭოს თუ ევროპული სტრუქტურების დირექტივებს. პირიქით, ანუ ჩვენი პასუხი, ჩვენი პოზიცია, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ევროპელებთან, ევროკავშირთან და ევროპარლამენტთან მით უმეტეს მასში, როდესაც ის იმდენადვე უსამართლოა, როგორც არის დაუშვათ იგივე ბელორუსის შემთხვევაში, უნდა იყოს ისეთივე, როგორი განცხადებაც და როგორი პასუხიც აი ამ ჟურნალისტს გასცა ალექსანდრ ლუკაშენკომ და ხო, ანუ პრინციპში ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი, ხო. კი ბატონო. და მიუბრუნდეთ ისევ საქართველოს დელეგაციის სადამსჯელო გადაწყვეტილებას გაუქმება უვიზომი მოსვლა, გაუქმდა უვიზომი მოსვლა დიპლომატებისთვის და ასევე ჩინოვნიკებისთვის, ჩინოსნებისთვის და შეუჩერდა უფლებამოსილება ქართულ დელეგაციას ევროსაბჭოში. რა არის ამის ანტიდოტი ეგრეთ წოდებული? ანუ სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს? მეცით რა აი ზუსტად ანტიდოტზე ხა მე რა მოგახსენო, თუმცა პოლიტიკურ ჩემიურ ანალიზს გავაკეთებ ამ პროცესებთან მიმართებაში. მე ეს რაც მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აი გლობალური მასშტაბით. ეს გვიჩვენებს იმას, რომ ტრანსფორმაციის პროცესზე მეცაობარ, თუმცა ის ელიტები ვერ ეგუებიან ამ დიდი თამაშიდან იმ ჩახსნას, რომელსაც ქვია მათი დაშორება ამ პოლიტიკურ პროცესებისაგან. ამას ვერ ეგუებიან და ბოლომდე იბრძოლებენ და შეებრძოლებიან. ეს პროცესი ასე დააკვირდეთ, ყოველკვირეულად არის ეს ინფორმაციები, რომ აი დღეს სტრასბურგში განიხილავენ საქართველოს საკითხს, აი დღეს ბრიუსელში განიხილავენ საქართველოს საკითხს. პერმანენტულად ხდება ეს. მთელი რამდენიმე თვის განმავლობაში. ვერაფერს ვერ თავიანთი მათ სურთ თავიანთი პოზიციის, თქვენ წარმოგიდგენიათ რა, ასეთი ძალაუფლება გაქვთ. როგორც იქ დასავლეთში, ისე ქვეყნებში, ქვეყნების შიგნით, ამ შემთხვევაში საქართველოზე გვაქვს საუბარი. პოლიტიკური ძალაუფლება, ფინანსების კონტროლი, კარგული დიდი რაოდენობის ფინანსების კონტროლი. თუ ეს სისტემის ტრანსფორმაციას მოყვება რა პოლიტიკურ სისტემების გადაფორმატირებას ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად ხდება ახალი ელიტა, ახალი ძალთა კონფიგურაცია იქნება, ძველი ტოვებს ამ სცენას, ამ არენას და აღმოჩნდება პოლიტიკურ სანაგვეზე. და ზუსტად ამისთვის იბრძვიან, ესენა ამ პოლიტიკურ სანაგვეზე არ აღმოჩნდნენ. ეს არის მის სხვა არაფერი არ არის ამ სიტუაციაში. კიდევ უფრო მე ვთვლი, რომ შეიძლება უფრო მეტადაც დაიძაბოს, თუმცა თამაში წაგებული აქვს თამათ, მე პირდაპირ გეუბნებით თამათ, თამაში წაგებული აქვს. ისინი საქართველოს მაგალითზე გეუბნებით, რომ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, დასრულებულია იმ გლობალისტების. კი, მე არ ვამბობ, რომ დაუშვა და პოლიტიკურ სისტემიდან მთლიანი მათი გარიყვა გაძევება მოხდება. დარჩება რაღაც დოზით, რაღაც პროცენტული მაჩვენებლით, თუმცა ის ასე ვთქვათ, ის დონე, გავლენის დონე, რაც ჰქონდათ პოლიტიკურ სისტემაზე, მათ ამ 25 წლის განმავლობაში მოხდება ეს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. პრინციპში ახლაც აღარ აქვს, კი. ის გავლენა აღარ იქნებათ უკვე ამ ძალებს პოლიტიკურ სისტემაზე. იგივე მოხდება ევროპაში, ახლა არჩევნების თელი ეს კასკადი იქნება ევროპულ ქვეყნებშიც, გერმანიით იხსნება. ისე მიდის პროცესები, იქაც მე მგონი ძალიან გართულდება გერმანიაშიც. ვინაიდან როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან უჭერს მხარს იმ AfD-ს ლიდერს. შესაბამისად, კი მერცზე ამბობდნენ მოვა ხელისუფლებაში, თუმცა მთლად მას არ არის როგორც ვატყობ ახლა პროცესები. ყველაფერს გააკეთებენ, რომ AfD-ს ლიდერი ვიდალი ხო, თუ არ ვწდები. ეს ვაიდელი, კი. ვაიდელი то есть. ეს ქალბატონი მოიყვანონ ხელისუფლებაში, AfD მოიყვანონ ზოგადად საპარლამენტო რესპუბლიკაა და ვაიდელის ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველაფერი გააკეთოთ. შესაძლოა იმას გამოვიწყო მერცი პირველ ეტაპზე მოვიდეს, გახდეს კანცლერი, თუმცა მას ისეთ პრობლემებს შეუქმნიან. შესაძლოა რამოდენიმე თვეში ისევ კრიზისი შეიქმნას, პოლიტიკურ კრიზისი, რაც მოუწევს მას გადადგომა და რიგარში ხელახალი არჩევნების ჩატარება. შესაბამისად შეესწრებენ გერმანიაში ამის რეალიზაციას. იგივე საფრანგეთში გუშინ გაავრცელა ერთ-ერთმა სოციოლოგურმა ფრანგულმა, ასე ვთქვათ, ორგანიზაციამ
გამოკითხვის შედეგები იყო 21% უჭერს მხარს ძალიან დაცემულია ფაქტობრივად საფრანგეთშიც სერიოზულად დგას ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისი პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კრიზისი სერიოზულად დგას საფრანგეთს მე დარწმუნებული ვარ გერმანიის შემდეგ მოყვება საფრანგეთის ხელისუფლების ცვლილება იქ ბრიტანეთში სერიოზული პრობლემები აქვს თქვენ წარმოგიდგენიათ გუშინ იყო რა თუ დღეს იყო მის ბრიტანელი ჟურნალისტის შეკითხვაზე არ აღიარებასთან დაკავშირებით და ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკომ სტარმერს მოგიტა რომ მეც არ ვაღიარებ სტარმერს მე რა ვამეთ ანუ დაახლოებით აი განწყობა უკვე ისეთია რომ აი ლიდერებშიც კი იცვლება განწყობა ამ დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ ვინც დღეს მართავს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საფრანგეთთან დაკავშირებით კიდე უახლეს ინფორმაციას გეტყვით ახლა კი მაკრონის რეიტინგი ძლიერ დაცემულია მაგრამ ულტრამემარჯვენეების თავად პარტიის ლიდერი ახალგაზრდა კაცი ჟორდან ბარდელა ამბობს რომ ეჭვგარეშეა რომ ძალიან მალე ჩატარდება რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჯერ საპარლამენტო არჩევნები, იქ ვიცით რომ თავად პარლამენტში წარმოდგენილია და ფრაქციას ხელმძღვანელობს ამავე პარტიის ლიდერი მარინ ლეპენი და ისინი ერთ აზრზე არიან, გასაგებია რომ გერმანიაში ამ არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება რყევები ასევე საფრანგეთში. გეთანხმებით იმაში, რომ გერმანიაში AfD-ს უკვე აქვს მეორე ადგილი გარანტირებული, იქ უბრალოდ ამ კოალიციის თვალსაზრისით მას კანცლერის არჩევისთვის ჯერჯერობით მერცს აქვს ყველაზე დიდი შანსი, თუმცა კოალიცია ნამდვილად ჭირდება და შესაბამისად ამ ხალხთან აბსოლუტურად დიამეტრალურად განსხვავებული ხედვა აქვს ქვეყნის მომავალი განვითარების შესახებ და მართლაც არ არის გამორიცხული მერცი რომც გახდეს კანცლერი მალევე შეიძლება შეიქმნას ისევ კრიზისი და გახდეს ხელახალი არჩევნები საჭირო აი კანცლერის არჩევნები აი ასეთი ვითარება არის ასე რომ ჯერ გერმანია შემდეგ საფრანგეთი ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ახლა საქართველოსთან მიმართებით აი ეს ბოღმა და ბალღამი რაც აქვთ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რომლებიც არიან რუსეთთან დაპირისპირებული უპირველეს ყოვლისა ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ისინი არ უშვებენ მომენტს ხელიდან რომ საქართველოს ხელისუფლება არაკრიტიკონ და აქვე ნიშანდობლივია ისიც რომ რაღაც ისეთი ნეტარებას განიცდიან ეს ქართველი ოპოზიციონერები რომლებიც ახლა ერთ-ერთ უყურებ ფოტოზე დგას ამ სტრასბურგის შენობაში ქალბატონია არა აზრი ახლა მის გვარი და სახელის დასახელებას და ამბობს ასეთ რამეს რომ ძალიან მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად დადგა საკითხი საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის შესახებ ვარის თქმაზე ანუ ესეთი ლირიკა ჟღერს და თან უხარიათ რომ ასე ვითარდება მოვლენები და თან ვითომ განიცდიან საქართველოს მომავალზე ნუ ეს ხო ბლეფია ამას უკვე ვინ შეჭამს ხალხი მშვენივრად ყველაფერს ხვდება როგორც ჩანს მართლაც საჭირო იყო რაღაც პერიოდი რომ ადამიანები ან ჩვეულებრივი რიგითი ჩვენი თანამემამულეები მიმხვდარიყვნენ ამ გლობალური პოლიტიკის ავანჩავანს ანუ უკვე ილექება ბევრი რამ და ცხადი ხდება თუ რა არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საჭირო. ცოტნე მოდით თქვენით გავაგრძელოთ. კვლავ ტივტივებს თავისი მავნებლური განცხადებებით ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი The Hills მისცა ინტერვიუ, სადაც ახლა უკვე დაიწყეს კამათი მისი მომხრეები და გლობალისტ ლიბერალები თარგმანს უწოდებენ არასწორს, თუმცა მანამდე როგორც ითარგმნა იქ ითქვა იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოედნად უნდა გამოიყენოთ. აი ამაზე როგორი იქნებოდა თქვენი განმარტება, თქვენი შეფასება, ეს არის თუ არა ძირგამომთხრელი საქმიანობა. ეხლა უკვე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი დეპუტატი ჯაბაროვი და იქ ინფორმაციაში ეწერა, რომ ან სააკაშვილის გვერდზე მიუჩინეთ ადგილიო სუმცირე. ან თუ არა და ეხლა გასული როა ქვეყნიდანო საერთოდ ქვეყანაში აღარ შემოუშვათ.
კი ბატონო, პირველ რიგში აი ორი სიტყვით მინდა შევეხვა იმას, ეხლა მე ინგლისური ფილოლოგიის ცოდნაში შეჯიბრებას არ ვაპირებ არავისთან, მაგრამ ერთი რაღაცა შეიძლება ითქვას, ხო? ანუ ეგ თვითონ არ კვიონ ინგლისურად რა როგორ არის, მაგრამ ამ ქალმა ერთი კვირის წინ დაახლოებით ხო თქვა, მაგაზე ხო აღარავინ აღარ დაობდა, რომ რაღაცა როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის ეს სახელმწიფო, დამარცხდეს 3.7 მილიონიან ერთად. ეს ხო სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია და ამაზე თანხმდებიან ლიბერალებიც და ანტილიბერალებიც. ხო, აქედან გამომდინარე, როდესაც ამ ქალმა ერთი კვირის წინ ეს განცხადება გააკეთა, რა საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ დღეს მსგავს განცხადებას აკეთებს და ეს ქალბატონი ზურაბიშვილის პირველი ის არ არის, ასე ვთქვათ, ნაბიჯები, როდესაც ის ქვეყნის ინტერესების ძირგამომთხელ საქმიანობას ეწეოდა მისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსულ-უკრაინული კონფლიქტი დაიწყო, იქიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ის ასე ვთქვათ, მიღწევა, რაც გვქონდა ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავუძელით იმ ზეწოლას, იმ კოლოსალურ ზეწოლას, რაც დასავლეთიდან იყო და არ ჩავერთეთ და უშუალოდ აი ამ კონფლიქტში არ გავხდით მხარე, ამ შემთხვევაში რუსეთის მოწინააღმდეგე მხარე და პრინციპში ხო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი კი არ გავაძლევთ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ, უბრალოდ ფიზიკურად გადავარჩინეთ სახელმწიფოებრიობის განხრობისგან, ხო? აი ამის საბოტაჟს ეწეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დღეს ეხლა მით უმეტეს, როდესაც თამაშგარი რჩება, მაკეინის ინსტიტუტის რიგითი თანამშრომელია, მკვლევარია და დადის იქ თავიანთ რაღაცა ამსროლებთან, რომლებიც ყავთ ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქიდან აკეთებს იმ განცხადებას, რომელიც მათ წისქვილზე ასხამს წყალზე, რა თქმა უნდა, ვნებს სახელმწიფოს და არ ვიცი ხო, არის კონკრეტული მუხლები კონსტიტუციაში, სისხლის სამართლის კოდექსში, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალება, ომის პროვოცირება, ეთნიკური შუღლის პროვოცირება და ასე შემდეგ და ეს მუხლები ტყუილად არ წერია იმ კონსტიტუციაში იქნება ეს თუ სისხლის სამართლის კოდექსში, ანუ სახელმწიფო და ხელისუფლება იმისთვის არის, რომ თუ მოხდება რომელიმე მუხლის დარღვევა, მსგავსი ქმედების განხორციელება, ამა თუ იმ პირისგან ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი თუ მოქმედი პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს ამას ამ შემთხვევაში, როცა კანონზეა და კანონის უზენაესობაზეა საუბარი, ხელისუფლება ვალდებულია, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და ქალბატონ, რა ვიცი, ქალბატონი ზურაბიშვილი ერთხელ უკვე გააფრთხილა თუ გვახსოვს ჩვენ ბატონმა პრემიერმა კობახიძემ რომ იმედი გვაქვს რომ ციხეში არ აღმოჩნდება ქალბატონი ზურაბიშვილია და მე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთ ნაბიჯებს გამს ქალბატონი ზურაბიშვილი რომ მე მგონი მას არ აცდება სააკაშვილის გვერდით ყოფნა იქ სადაც ბატონი სააკაშვილია და ზოგადად აი ამ რიტორიკაზე ევროპულ რიტორიკაზე ჩვენთან მიმართებაში დაუშვათ რომ ჩვენს დელეგაციისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი დადგა თუ რასაც ავრცელებენ ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხო და იგივე ბელარუსის კონტექსტი რომ მოიხსენიოთ ანუ ჩვენ ხომ ანუ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა დაუშვათ ისე უკითხები უჩნდებოდა რომ აი იყო ეგეთი ხალხიც რომ აი დაუშვათ 87% აიღო ლუკაშენკომ მიგდა გონიათ რომ ეს შეიძლება რატომღაც იყოს რაღაცა იქ არადემოკრატიული პროცესის ნაწილი ხომ ანუ ჩვენ ხო საკუთარ თავზე ასე როგორ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ევროპული სამართლიანობა და ევროპული სამართლის უზენაესობა, ევროპული დემოკრატიის ეს ხიბლი რაშიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები ლიბერალურად და პროდასავლურად განწყობილი თანამოქალაქეები, თუნდაც აი ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ეხლა აი ამ არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ ყველამ ვიცით, ანუ უბრალოდ ხო გრძნობთ ამას, ანუ დათვლა ხო არ ჭირდება მხოლოდ ჩვენ საზოგადოებაში რომ არსებობთ, ხო გრძნობთ რომ ის ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც დგას ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, დგას იმ რაღაცა კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებებისკენ, რომელიც არის ქართული და ოდითგანვე ეგეთი იყო ქართული ადამიანის შინაგანი ბუნება, ხო? ეს ხალხი ქვეყანაში უმრავლესობა ვართ. ჩვენ ხო გვაქვს, ხო ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ევროპელი პოლიტიკოსების ან რა ქვია, იქაური დეპუტატების, ევროპარლამენტარების ხმა რაში მჭირდება მე როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობ, მე ხო მასზე უკეთ ვიცი, ვინ არის ჩემს გარშემო და როგორი საზოგადოება და როგორი შეხედულების
ხალხების ადამიანები ჭარბობენ და ჩვენ ხო ვიცით რომ ის განცხადებები რასაც ისინი აკეთებენ არჩევნებთან დაკავშირებით იმასთან დაკავშირებით რომ ეს არჩევნები გაყალბდა რომ აქ რუსეთი ჩაერია იქ ჩინეთი ჩაერია და კიდე არ ვიცი რომ 1000 სხვა ქვეყანა ჩაერია ხომ ეს რომ ტყუილი ეს ხო საკუთარ თავზე გამოვცადეთ და საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ და ამათვის ეს მარტივია ხო ამათვის არც ლუკაშენკო იქნება მისაღები არც კობახიძე იქნება მისაღები არც ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი და სხვა ქვეყნის ნებისმიერ ლიდერი იქნება მისაღები თუ ეს ხალხი არ გაატარებს მათ ინტერესებს არ ემსახურება მათ და თუ ისინი ეცდებიან რომ მეტნაკლები წარმატებით მაინც ემსახურონ საკუთარ ქვეყანას საკუთარი ხალხის ინტერესებს ისინი მათთვის ყოველთვის იქნებიან არალეგიტიმური და ყოველთვის იტყვიან რომ მორჩა ეს არის რაღაცა ანტიდემოკრატიული რეჟიმი რომელიც რაღაცა რუსულ გავლენებს განავრცობს საკუთარ ქვეყანაში და ამიტომ ხო ბელორუსი ხალხი ჩვენზე წინ არის მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ გამოფხიზლებას და ქართველი ადამიანის ქართველი მოსახლეობის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ნელ-ნელა ხვდება სად არის მისი მტერი და სად შეიძლება ეძებოს მოკავშირე აი ბელორუსი ხალხი ახსენა ახლა ცოტნემ და ისიც მე მგონი აღნიშნვის ღირსია რომ სწორედ ამ ბელორუს ხალხს ესმის ყველაზე კარგად ყველაზე დიდი ტკივილი იწვნია მეორე მსოფლიო ომის დროს და სამამულო ომის დროს პროცენტულად ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიხოცა როდესაც ეს გერმანელები სოფელ იღებდნენ ამ ტერიტორიებს წვავდნენ სახლებს თავის ქალებიან ბავშვებიან მოხუცებიანად ანუ ეს ცნობილი ფაქტებია და სხვათა შორის თავად ლუკაშენკოსაც არასდროს ხშირად აქვს ამის შესახებ ნათქვამი და ეს მოიტანა იმან რომ ჰოლოკოსტის ოსვენციმის გათავისუფლების მორიგი წლისთავი იყო და ასევე დღეს აღინიშნება რუსეთში ლენინგრადის ბლოკადის გარღვევა ანუ 900 დღე ხალხი უძლებდა შიმშილს მხოლოდ გაყინულ ნევაში იმიტომ არ თევზაობდა რომ საარტილერიო დაბომბვის ეშინოდა რომ ვინმეს არ ემსხვერპლა ანუ გამრავლდნენ მღრნელები მხოლოდ იმიტომ რომ სახში კატებს კლაუდნენ რომ შეეჭამათ და შესაბამისად გამრავლდა მღრნელები იქ უამრავი ისეთი ფაქტი იყო რომ დაახლოებით მაშინდელმა NKVD-მ 2000 შემთხვევა აღწერა კანიბალიზმის შემთხვევებიც იყო ანუ ადამიანები შიმშილობდნენ რეალურად 900 დღე და ეს ფაქტი თვითონ ლენინგრადის ბლოკადა ჰოლოკოსტს არაფრით არ ჩამოუვარდება ვინაიდან მსხვერპლი იყო 630,000 ადამიანი ანუ დააკვირდით თვითონ ციფრს 9 მილიონზე მეტი დაიღუპა მხოლოდ იმიტომ რომ ჰიტლერს ჰქონდა გაცემული ბრძანება აღგავეთ მიწისაგან პირისა მოსკოვი აღგავეთ მიწისაგან პირისა ლენინგრადი ну მაშინდელი ლენინგრადი სანქტ-პეტერბურგი რომ შემდგომში ჩვენ არ მოგვიწიოს ამ მოსახლეობის გამოკვება და რუსეთის ხელმძღვანელობას რო ადარებენ ხანდახან აი ამ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო და ხსმენიათ ალბათ ხომ ეს ლიბერალები და გლობალისტები ხშირად აი ფაშისტურ მიდგომებში სდებენ ბრალს და ასე შემდეგ ანუ და ეს კიევის აღება რო გადაღებული თემა არის ანუ ამ ლოგიკით პუტინს უნდა გაეცა ბრძანება რომ აღგავეთ კიევი მიწისაგან პირისა რომ ეს 5 მილიონი ადამიანი მე აღარ შევინახოთ რო არ უნდა შენახვა იმიტომაც არ აიღეს და ეს იყო უბრალოდ ეს ჟონგლიორობა რომ ვითომ ვერ აიღეს აღება რომ უნდადეს ნამდვილად აიღებდა მაგრამ რატო უნდა ინახოს ანტირუსულად განწყობილი უკრაინელები ხო ასეა ხო და ეს უბრალოდ ეს გადახვევა იყო და ირაკლი კлау თქვენთან გადმოვა ეს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონი ეცოტნე საუბრობდა ზუსტად ამ მომენტებზე ეხლა ამბობს ასეთ რამეს რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის გულითადი მეგობარიაო ბიძინა ივანიშვილი და თავის ფულს ანუ მოპარულ ფულსო ინახავს დიდ ბრიტანეთშიო ამერიკას მეორადი სანქციების დაწესების დახმარება შეუძლიაო ანუ სანქციებს ითხოვს თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა რამდენი ხანი უნდა იძახონ ეს ერთი და იგივე ანა ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი რომ არ იცოდეს თქვათ როგორ შეეწინააღმდეგოს ამათ ერთ რაღაცას გეტყვით რომ ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში არის ეს ადამიანი ვინაიდან ჩვენი ბრიყვების სიბრიყვის ხარჯზე გარკვეულ კაპიტალს აგროვებს ალბათ სავარაუდოდ ეს არის ლობისტი ამ ჩვენი თქვა ოპოზიციური დაჯგუფებების ლობისტი შეერთებულ შტატებში და მას ეთყობა მე დარწმუნებული ვარ ფულს იღებს ამაში თქვენ დაუკვირდით
ამ ადამიანის განცხადებების კონტენტ ანალიზი გავაკეთოთ. ადრე რაც ეს სანამ ეს ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში, ამ ადამიანს პირზე ეკერა რუსეთის აგენტი იყო თურმე ივანიშვილი. ეხლა ტრამპის პოლიტიკა შეიცვალა და მიმართულია ჩინეთის წინააღმდეგ, ამ ადამიანს რუსეთი ჩაანაცვლა ჩინეთით. შესაბამისად, ჭკვიანი ადამიანი, მე ვიტყოდი, ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ქართველი ამ ბრიყვი ლიბერალი სულელების ხარზე მდიდრდება. მე რა კომენტარი უნდა გავუკეთო ამ ადამიანს ამ ორი მისი ტრამპამდელი განცხადებების და დღევანდელი განცხადების შედარების შემდეგ. რაც შეეხება დემოკრატიაზე, მე მინდა ახლა ბელორუსულ მაგალითზეც გავაკეთო ერთი განცხადება რა ანალიზი გავუკეთო. მე ვეთანხმები აი ჩვენს ოპონენტებს, რომ ბელორუსი არ არის ლიბერალური დემოკრატია. მე ვეთანხმები ამაში. არ არის ლიბერალური დემოკრატია, ეს გვარი პოლიარქია გულისხმობს გარკვეული სოციალური საზოგადოებრივი სისტემის სტრუქტურირებას, რამდენიმე მსხვილ სოციალურ ჯგუფებს შორის და მათ ბალანსზე ფუნქციონირებას. თუმცა არის ვებერს ჰქონდა ძალიან საინტერესო ტერმინი შემოაქვს პლებისციტური დემოკრატია. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კონკრეტულ ლიდერს იმ კურსის რეალიზაციაში და ამის ლეგიტიმაციას აძლევს. აი ზუსტად ეს მოდელია, მე ვიტყოდი, იმაში რა ქვია, ბელორუსში. ხა ეს არც ლუკაშენკოს ბრალია, უბრალოდ ასეთი ტიპის მენტალობის ადამიანები არიან. რა ვქანთ ახლა გავწყვიტოთ ეს ადამიანები? დავხოცოთ? ხო ვერ დავხოცავთ რა? არა რა თქმა უნდა. ესე რომ მიუშვეგი დახოცავენ, მე დაწუნებული ვარ ამაში. ხო და აქ რაც შეეხება ზურაბიშვილზეც მინდა ერთი განცხადება გავაკეთო ჩემი ხედვა ამ ქალბატონის განცხადებებთან დაკავშირებით. იცით რა, ეს ქალბატონი რამდენადაც მე ვიცი, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, საფრანგეთის რომელიღაც საელჩოში რაღაც ატაშედ მუშაობდა, რომელიღაც აფრიკის ქვეყანაში კი. სენეგალში იყო თუ არ მეშინი. ეს ფაქტია, ეხლა არაერთი ლიტერატურა წაგუკითხავს, როდესაც დიპლომატებს უშვებენ სადღაც, ხო? საერთოდ სამუშაოდ ისინი გადიან სპეცსამსახურების თელ დაკვირვებებს და მთელ იმას. ხდება მათი ვერბოვკა და ნებისმიერ დამუშავება ხდება და ნებისმიერ საელჩოში და დიდი რაოდენობით სპეცსამსახურების წარმომადგენელი მუშაობს. საერთაშორისო პრაქტიკაც არის. როდესაც საელჩოს აკრედიტაციას აძლევენ თანამშრომლებს, ხო? მიმღები მხარეს აცნობებენ თუ რა ვინ არის, გარკვეულ კვოტით. უნდა ვაცნობო, რამდენი დიპლომატიდან არის სპეცსამსახურების წარმომადგენელი. ეს ქალბატონი ამ საფრანგეთის სპეცსამსახურებ გამოვლილი ადამიანი ქალბატონია და შესაბამისად მე არ მიკვირს რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს. ეს ატარებს არა ქვეყნის საქართველოს ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, არამედ დასავლური იმ ასე ვთქვათ გლობალისტური ელიტების ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის. აი მიხეილ სააკაშვილმა ხო ჩამოიყვანა. მიხეილ სააკაშვილიც იმათი აგენტი იყო ჩვენს ქვეყანაში. ან კითხვას არ იწვევს უკვე ყოფილი პრეზიდენტი. მართალია ისინი ცნობენ ჯერ კიდე მოქმედად თუ როგორც თუ ეს არ ვიცი ვითომ კიდე პრეზიდენტია, მაგრამ ელისა სასახლეში რო იღებს მაკრონი, ანუ აი გლობალისტების ერთ-ერთი დასაყრდენი ევროპაში. ეს კითხვებს არ ბადებს? რა თქმა უნდა, ან თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ესე ფიგურალურად რო ვთქვათ, შემოაგდეს საქართველოში. ჯერ ხომ სააკაშვილი შეამზადეს ასევე როგორც მათი ინტერესების გამტარებელი, რომ დადებითი პიარი შეექმნა და აეღწერა როგორც აი ნახეთ საქართველოს ქართველი ქალბატონი რომელიც იქ საფრანგეთში მაღალ თანამდებობებზეა ჯერ ელჩად იყო საფრანგეთის სახელით მერე თვითონ პარიზის დაშვებით თქვათ მიიღო მან საქართველოს მოქალაქეობა სააკაშვილს მიაცემინეს და უკვე მოხდა ჩანაცვლება და მინისტრად ეისროლეს და რამდენიმე მთავრობის სხდომის დროს გახსოვთ ხომ ჯერ კიდე რო იკრიბებოდნენ იქ ამ კაბინეტში სააკაშვილი რამდენჯერმე დაიძაბა კიდეც ანუ უკვე მიიღო როგორც ჩანს ინფორმაცია და მასაც ყავდა უამრავი მოენეები და მსტოვრები სახელმწიფო დეპარტამენტშიც ჰქონდა რა თქმა უნდა კონტაქტები რომ ამ ქალს ამზადებენ
რაღაც დამბალანსებელ ფიგურად ეს არ მოეწონა და მკვეთრად აგრესიული გახდა მის წინააღმდეგ. ხო, თუ გახსოვთ, ხო არ მეშლება, ხო ასე იყო. ხოდან შესაბამისად იქ ზონდაჟი იყო კიდევ ერთხელ ეს იპოდრომზე რო გავიდა KGB-ო რო თქვა და ნუ ნახეს რომ მასა მიემხრო, აქ უკვე ქულა დაიწერა და რა თქმა უნდა აკვირდებიან ეს რაღაცებს. და ეხლა ამ ლუკაშენკოს ავტორიტარიზმს რაც შეეხება, ეხლა დიქტატურა აი როგორ გითხრათ, ეხლა იქ დიქტატურაზე იყო ლაპარაკი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდე ფილოსოფოსები, ძველი ბერძენი ფილოსოფოსები კამათობდნენ იმაზე, რა უფრო იყო, ვთქვათ, კარგი ქვეყნის განვითარებისთვის და ავტორიტარიზმი თუ დემოკრატია. საბოლოო ჯამში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ავტორიტარიზმი მეტად უფრო შედეგიანი იყო რაღაც მომენტში. ეს ასე მაგალითად აი ციტატა, დემოკრატია მხოლოდ გარეგნულად გავს თავისუფლებას, თავისი არსით კი ის ქაოსია. ვინ ამბობს ამას? პლატონი. და თქვენ წარმოიდგინეთ არისტოტელეც ამაზრის იყო. ნუ არისტოტელე ხო პოლიტია ეს სისტემის მომხრე იყო, სადაც ბალანსია დაცული დემოკრატიასა და არისტოკრატიას შორის. ხო, ნუ აი ქარხნებს რაც შეეხება, ლუკაშენკომ მოახერხა ის, რომ შეინახა ძვირფასი ქარხნები. ან წარმოიდგინეთ მისი სატრაქტორო მრეწველობა არის ერთ-ერთი წარმატებული, არაფრით არ ჩამოუვარდება იმ ჯონ დერის ცნობილს, ხო? ამერიკულს. ანუ დღესაც კი სამხრეთ ამერიკაშიც კი ყიდის ამ ტრაქტორებს. ანუ თავისი ხარისხით გამორჩეული აგრეგატებია, მაგრამ უამრავი სხვა ფაბრიკა ქარხნები შეინარჩუნა, რომლებიც ჩვენთან საქართველოში სულ დაშალეს, სულ ჭანჭიკებად გაიტანეს. რა თქმა უნდა, ამის საშუალება არ მის, ახლა მე როგორც მაგ მესიმართლე რო გითხრათ ბელორუსში რა სწავლა არ ყოფილი, მაგრამ გადმოცემით ვიცი ჩემ მეგობრებიც ყოფილა, ანუ თქვამთ რომ იქ თითქმის ინდუსტრიის რაც იყო საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ყველაფერი შეინარჩუნა ლუკაშენკომ. არამედ შეინარჩუნა, ხო შეიძლება რაღაც მოდვიდეს, ნუ ყველაფერი ცვეთადია რა. ეს ქარხნა დაზგა თუ რაც იქნება, მაგრამ განაახლა და შესაბამისად განავითარა იქ ინდუსტრია კიდევ უფრო მეტად. მე თქვენ გეთანხმებით, რომ საერთოდ სოფლიო ისტორია მოწმობს, რომ სწრაფი პროგრესი ყოველთვის მიიღწევა დიქტატურის ავტორიტარიზმის პირობებში. ვერ ხდება ხე დემოკრატიის პირობებში, ვერ მოხერხდება. ის და ეს ჩვენთან მოდაში კოალიციურ მთავრობა და მე გვექნება დემოკრატია და განვითარდებით. გესმით? საქართველოსნაირ ქვეყნებში, ჩვენნაირ ეკონომიკურად ღარიბ ქვეყანაში რა, სადაც ბევრი სოციალ-ეკონომიკური რეფორმებია განსახორციელებული და რეალური ინდუსტრიალიზაციაა დასაწყები. რეალური ეკონომიკის დარგებია გასავითარებელი. აქ იმ კოალიციურ მთავრობებით ვერაფერს ვერ იზამთ ჩვენ. ამიტომ უნდა კონდეთ, თუმცა უნდა იყოს შეიძლება დიქტატურის ან ავტორიტარიზმის თავარი მინუსი რა არის? ავტორიტარიზმი შეიძლება ავტორიტარიზმის პირობებში მოვიდეს პატრიოტი, რომელიც ამ ძალაუფლებას გამოიყენებს ქვეყნის გასავითარებლად და შეიძლება მოვიდეს ვიღაცა ვიგინდა რა ხელისუფლება ჩაიგდოს ვიგინდა რა, რომელსაც ისედაც განადგურებული ქვეყანა ძალაუფლების უზურპაცია მოახდინოს და საერთოდ მოშალოს ეს ქვეყანა და ეს პოლიტიკური სისტემა თუ ეკონომიკური სისტემა რაც არსებობს ამ ქვეყანაში ისიც კი საერთოდ გაანადგუროს. ნუ იმედია. ნუ მაგალითი ხო ქონდა სააკაშვილის დროს განათლებას რა უკრავს? გაანადგურეს. აბსოლუტურად მოსპეს. კი ბატონო, გაანადგურეს საერთოდ. მაგრამ შედეგი მიიღეს, აი რასაც ვხედავთ ამ ჯენზებს, მწვანეთმიანებს და ცხვირში რკინებ გაკეთებულ ეს პრობლემებია, თუმცა იქ თუ ავტორიტარიზმმა გაამართლა, ლუკაშენკო აღმოჩნდა ბელორუსის პატრიოტი. ბევრს გონია, რომ ეს ვიღაცის მონა. მე მახსოვს ერთი შეხვედრა ქონდა ლავროვთან ქონდა, რამოდენიმე წლის სიტუაცია დაძაბული იყო რუსეთსა და ბელორუსს შორის. უკრაინის ომამდე ხდება ეს ყველაფერი. აი ლავროვი მიწასთან საერთოდ ხმა წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია რუსეთის, აი ჭყალებში ისინი თვლიან ვინმეს მონაა ხო და უშუალოდ. ეს მართლა მონებია, ეს სააკაშვილის დროს იყო თუ არ ვცდები, ეს მიშა მართლა მონა და თელი ელიტა დასავლური გლობალისტური ელიტების მონები ესენი. სხვებზე როგორც მართლა ვაშკაცურად უძღვებოდა თავის საგარეო პოლიტიკას, მას პრობლემები ჰქონდა, გვახსოვს რა, ბატონო განსაკუთრებით თქვენ ნამყოფიც ხარ და რა ვიცი ახლა. როგორი პრობლემები ჰქონდა ორივე მიმართულებიდან. თუმცა ისე აბალანსებდა. რუსეთთან ჰქონდა
ლუკაშენკოს რეალური პრობლემები და რუსეთშიც ბევრი კითხვის ნიშნები იყო ლუკაშენკოსთან, მათ არ მოწონდათ მისი ფლირტს ეძახდნენ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის ცდილობდა დაებალანსებინა დასავლეთი და საკუთარ ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა. იმას სურდა როგორც რუსული ბაზრის, სოფლის ბელორუსული სოფლის მეურნეობისათვის არ დაეკარგა რუსული ბაზარი, არც მათი ინდუსტრიისთვის არ დაეკარგა ევროკავშირის და თქვენ მზადეთ ლათინურ ამერიკაშიც კი ყიდისო. გარე ბაზრები, უფრო შორეული ქვეყნების ბაზრები, გასაღების ბაზრები არ დაეკარგა. ამაზე ზრუნავდა, ამას აბალანსებდა. შესაბამისად, ამ ბალანსის პირობებში ჩვენ დავინახეთ, რომ ეხლა მე ერთი ძალიან მაინტერესებს ასე თქვენ ჩვენ ებრో ჩამოვლენ ალბათ სტუმრად გეყოლება თქვენს და გააკეთებენ და ჩვენს გვეტყვიან გადმოგცემენ საზოგადოებასაც აცნობებენ როგორი ცხოვრებაა, რა პროცესებია და ასე ცხოვრების ხარისხი დღეისათვის მაღალია საქართველოსთან შედარებითაც ნამდვილად მაღალია. ხო მე რა გითხრათ მინსკის აეროპორტში 13 კაპიკად თეთრად კი არა, რაღაც 13 კაპიკი მივეცი პლომბირ ნაყინში, რომელიც იყო ნატურალური რძისგან და არა რაღაც ჩვენთან რო შემოაქვთ ფხვნილები და საერთოდ ერზაცებს რო აკეთებენ ამ პროდუქტებით. დანარჩენი ახლა ხორცის წარმოება თქვენი იქიცით როგორია ეს ზეხვეული და სხვა დანარჩენი და ანუ პრობლემა არ არის და ფერმები მუშაობს და ანუ ადამიანები სუნთქავენ, მოწესრიგებულები, მოხუცებიც კი კასინაჩკებში დადიან, მოწესრიგებულები პენსიას აიღებენ, ყოველთვის აქვთ თავიანთი რა ვიცი ყველაფერი. ანუ საკვების პრობლემა მაინც არ აქვს. ანუ მინსკის ქუჩებში მათხოვარს ვერ ნახავ. როგორც ჩვენთან. დავარქვათ, შეჭირვებული, გაჭირვებული ალამაზებენ ამ სიტყვებს, მაგრამ რეალობა არის ასეთი, მათხოვრები ყავს. ხო? ხელგაწვდენილი ხალხი არის ქუჩებში. ხო, აი ეს არ არის. ანუ გნებავთ აი დახლებზე ნახოთ, ხო? გამოტანილია ნამდვილი აურო მოცი აწერია პირდაპირ საათებს ლუჩი. ანუ მინსკის შესავოი ზავოდი. გადასარევ საათებს უშვებენ, რომელიც ღირს 115-120 მანეთი. ანუ ხვდებით? კი ბატონო, აი მინსკის აეროპორტში მაგალითად დახლი აქვს ლუჩს. რომელიც არის ერთ-ერთი კარგი მწარმოებელი ამ საათების, ხო? ჩვენთან აი დიდუბეში იყო ოქროს მწარმოებელი ქარხანა. იქ იყო გალვანიკის, ანუ ჩარხები იყო უნიკალური, რომელიც გაიტანეს მინიმუმ ისეთ ქვეყნებში გაიტანეს, სადაც ახლა 200,000 და მილიონად ვერ იყიდი ისეთ ჩარხებს. ანუ აქ მოსპეს ყველაფერი დაანგრიეს და როგორმა ხალხმა მოსპოთ. აი ჩვენ პარლამენტში გვყავს დეპუტატები, რომლებზეც ამბობენ, რომ მათ მამებმა დააქციეს ქვეყანა. ანუ საქართველოსდან დაშალეს ქარხნები და ფაბრიკები, უნიკალური ჩარხები გაიტანეს. სად გაიტანეს, არავინ არ იცის. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ აი ამ დიპლომატებს, რომლებსაც აქვთ ეს დიპლომატიური ხელშეუხებლობა, ტვირთების გადატანის თვალსაზრისით და ასე შემდეგ და გაწიკეს ქვეყნებში, რომლებიც ახლა ჩვენ ჭკუას გვარიგებენ. აი ამ ქვეყნებში გაიტანეს. ცოტა თქვენთან გადმოვალ ჩვენ ბევრი დრო აღარ გვჩება. სანამ პრემიერ-მინისტრი კობახიძე აბუ-დაბის ეს ვიზიტი არაბეთში შეხვედრა იყო იქაურ მართველებთან და მოხდა ასეთი რამ. MR ჯგუფმა გააკეთა განცხადება, მისი დამფუძნებელი აკეთებს ამ განცხადებას, რომ საქართველოში მოხდება 6 მილიარდიანი ინვესტიცია. ეს არის ძალიან დიდი თანხა. და ეს ადამიანი ამბობს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი ამ კაცის გვარი და სახელი ამბობს ასეთ რამეს, რომ სწორედ ასე იწყება ქვეყნების აღმავლობა, სადაც კი ჩადებულა ასეთი ინვესტიციები, მერე კონკურენტებს მადაეხსნებათ და მათაც სურთ გამოიჭიდოთ თქვენთვის თუ შეიძლება, ჩვენთვის რატო არ შეიძლება. ანუ 6 მილიარდის ჩადება ახლა გასაგებია დასავლეთიდან ჩვენ რას ვიღებდით ამ საუკუნის მეოთხედის განმავლობაში. ძირითადად ჭკუის დამრიგებელ ტონს, ასეთი ერთი ბარტყიც გადმომიგდეს იგავის არ იყოს ფულად ინიექციები კეთდებოდა, უბრალოდ ეს ფულადი ინიექციები ან ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში უნდა გადასულიყო და გათათრებულიყო, ან LGBT პროპაგანდას უნდა მოხმარებულიყო. რეალურად სხვა რა განხორციელდა და ეს ხალხი ახლა აღმოსავლეთში ფულის კეთება იციან. მოდიან კონკრეტული წინადადებებით. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ეს ერთი კაპიტალ დაბანდება?
ამ ხელა სახსრებით. გამოიწვევს თუ არა რაღაც ჯაჭვურ რეაქციას და გაჩდებიან თუ არა კვლავ სურველები რომ სხვა ქვეყნებმაც ჩადონ საქართველოს ეკონომიკაში ამ ხელა თანხა. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა. მოდი ესე ვთქვათ, რომ პრინციპში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს უკვე არის აი ამ ჯაჭვური რეაქციის შედეგი, იმიტომ რომ ეს როგორც აღნიშნეთ, უდიდესი ესეთი უმსხვილესი ინვესტიცია არის აი ამ დამოუკიდებლად არსებობის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლად არსებობის განმავლობაში, მაგრამ აი პირველი ინვესტიცია ეს არ არის, პირველი არის ესეთი დიდი ინვესტიცია, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, ეს არის ჩინური ინვესტიცია ანაკლიის მარწყვლოვან პორტთან დაკავშირებით, რომელიც თავისი მოცულობით 4 მილიარდ ამერიკულ დოლარში ადგენს, ხო? ამას მოყვა დღეს გაცხადებულია ეს ახალი ინვესტიცია 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობით და ერთი რაღაცა შეიძლება ითქვას, აი მთელი 30 წლის განმავლობაში, როდესაც მეტის 33 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვიყავით აი იმ რაღაცა სივრცის ოსმოში მოვიაზრებოდით იმ სივრცის ნაწილად, რომელსაც ქვია რაღაცა ევროატლანტიკური სივრცე, ევროკავშირი და ნატოს გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი მსგავსი ინვესტიცია საქართველოში, ხო? ანუ ეს რაზე მიუთითებს, ხო? იმ ხალხს, ვისკენაც ჩვენ მივისწრაფით დღემდე, ვიღაცები მიისწრაფიან, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არა ნამდვილად, მაგრამ ვიღაცები მიისწრაფიან, იმ ხალხს აქ ჩვენ არ აღვიქვამდნენ და არ ჭირდებოდით როგორც რაღაცა განვითარებული სახელმწიფო, რომელიც სხვანაირი პლაცდარმი შეიძლება ყოფილიყო მათთვის გარდა რაღაცა ესკალაციისა რუსეთთან, ხო? ისინი მოგვიაზრდნენ ჩვენ მხოლოდ როგორც რუსეთთან შესაძლო ესკალაციისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტს და იარაღს, ხო? ამის საპირისპიროდ როგორც კი ჩვენ ეს ჩვენი სურვილით მოხდა თუ მათი სურვილით მოხდა მნიშვნელობა არ აქვს, დაგვეძაბა აი ამ სივრცესთან ურთიერთობა ფაქტია. უკაცრავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაგვიწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, ევროკავშირში გასანქცირებენ, ხან მეორეს ასანქცირებენ, ხომ? აი ამის ვაუბრობთ ხდება ის, რომ სხვა ქვეყნები მათ შორის ჩვენს რეგიონში, ჩვენი რეგიონის მიმდებარე რეგიონებში და ჩინეთი, ხომ? ჩინეთისთვის ჩვენ გავხდით ძალიან მიმზიდველი ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე და აი ამ შესაძლებლობამ იმან რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ჩვენი სურვილით ესე მოხდა, არამედ მათი სურვილით ნელ-ნელა ვშორდებით აი ამ სივრცეს, ვშორდებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვშორდებით ევროკავშირს, ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენი ქვეყნის აი ამ გეომდებარეობიდან გამომდინარე, ხო, სადაც ვდებარებთ, ამან ახალი სივრცეები და ახალი ფანჯრები გახსნა, რომელთა ათვისებას, პრინციპში ქართული რუსებმა მეტნაკლები წარმატებით ახერხებს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადასათმელი, მათ შორის პირველ რიგში აღნიშნავდი დაუშვათ 3+3 ფორმატს, რომელიც აი ამ რაღაცა ახალ შესაძლებლობის ფანჯარებს კიდევ უფრო მეც გახსნის. მით უმეტეს იყო დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ იგივე სერგეი ლავროვის მოწოდება და შეხსენება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იქ ელოდებია და ჩვენ აი ეს ფორმატები, იგივე ბრიქსის ფორმატი, იგივე ის ფორმატები, რომლებისთვისაც უკვე ფაქტია, ხო, ანუ საუდის არაბეთსა და ჩინეთზე, როდესაც არის საუბარი, ეს ფაქტია, რომ იმ ალტერნატიულ პროექტებს, რომელიც კეთდება დასავლური პროექტების საპირწონედ, ჩვენ ვაინტერესებთ როგორც აი ამ პროექტების ნაწილი და არა როგორც რაღაცა ინსტრუმენტი, რომელიმე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ესკალაციისთვის ან დაუშვათ საომარი მოქმედებების პროვოცირებისთვის და ეს შესაძლებლობა უნდა იქნას მაქსიმალურად გამოყენებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 3+3 ფორმატი, სადაც არაერთხელ გვითქვამს და გითქვამს თქვენს რომ არის ფორმატი, სადაც საუბრობენ რეგიონის განვითარებაზე, იმ ხედვებზე და თანხმდებიან იმ პოლიტიკაზე, რომელიც რეგიონში უნდა იყოს და ყველა თავს საკუთარ ინტერესს, საკუთარ ეროვნულ ნაციონალურ ინტერესს ათანხმებს და პოულობს საერთო ენას, საერთო ინტერესებს იმისთვის, რომ რეგიონი და თითოეული სახელმწიფო აი ამ რეგიონში განვითარდეს და მათთვის სასარგებლო შედეგებით დასრულდეს. ეს განვითარება აი ამ ფორმატში ჩვენი მონაწილეობა და ჩვენი ყოფნა აი ამ ფორმატში არის აუცილებელი და ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობის ფანჯარას გააჩენს ჩვენი ქვეყნისთვის.
კი ბატონო და ირაკლი საკმაოდ საინტერესო მომენტებს შეეხო ცოტნე გავამახვილებდი ყურადღებას 3+3 ფორმატზე გასაგებია რომ ახლა ისეთი турბულენტური ვითარება ამ გეოპოლიტიკურ საკითხებში და როგორც ჩანს ჯერჯერობით ეს პროექტი სტიუტივებს ჯერ არ მოხდა თქვა ისეთ საკადრისი საკმარისი განვითარება მაგრამ როგორც ჩანს დაილექება ამ ტრამპის კონკრეტული უკვე მიზნების გაცხადების შემდეგ და მოქმედებების შემდეგ გამოჩნდება საიწავა დღეს დავაკვირდი ნიკოლ პაშინიანი გამოდიოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიდეო ჩანაწერიც დავდე ჩემ სოციალურ გვერდში საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს ეკლესიას ანუ სომხეთის 60 ქულო ეკლესიას. Ну, მოდით ასე დავარქვათ, მწვავედ ითხოვს პასუხს, თქვათ, გამჭირვალეობაზე, ანუ ფინანსებთან არის დაკავშირებული თემა. ანუ პაშინიანი ითხოვს, რომ გაუხადოთო გამჭირვალეობა, ანუ არ იბეგრება სომხეთის ეკლესია ისევე როგორც საქართველოშიც და მას სურს, რომ როგორც ჩანს, საზოგადოება მეტი იცოდეს სად მიდის ეს თანხები. თან იმასაც ამბობს, რომ არა, ჩვენ აკრძალვას კი არ ვაპირებთო ამ რადგან ეკლესია არ იბეგრებაო, ასევე გაგრძელდებაო, უბრალოდ გვაჩვენეთო უფრო მეტად გამჭირვალე გახადეთო. შესაბამისად ამ სვლას იმიტომ აკეთებს, რომ თუ კი აღმოჩნდება, რომ ეს თანხები საკმაოდ დიდია, შემდეგ რა თქმა უნდა გამოცდილი ამ შარპისეულ და აკერმანისეულ ქმედებებში გამოცდილი კაცია, ზელენსკივით მწვანე მაისური ეცვა, ზურგჩანთაც ჰქონდა მოკიდებული, ველოსიპედზე ისე დარბოდა. ქოშინით თუ გახსოვთ, ხო, ერევნის ქუჩებში და შესაბამისად ეკლესიაში ხედავენ დიდ ძალას სომხეთში, რომელიც ასევე აი კალკა არის პრინციპში მეთოდიკის, რაც მას უფრო მეტ ასპარეზს გაუხსნის ამ ლიბერალური კუთხით. ეს ერთი ხო არ იქნება ეს ხელი შემშლელი გარემოება, აი 3+3 ფორმატისთვის. მეორე ის გახლავთ, რომ ერთადერთი რჩება საქართველოს, რომელსაც კონკრეტული თანხმობა არ განუცხადებია ამ პროექტში მონაწილეობაზე. სომხეთს რაც შეეხება, იქ არის ეს კვანძი გასახსნელი, რომელსაც ქვია ეს ზანგეზურის კორიდორი, საბოლოო ჯამში როგორ გადაწყდება და ის რომ საქართველოში შემოდის დიდძალი ინვესტიციები და შემოვა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, აი ამას როგორ შეხედავს ყველაფერს რუსეთი. იცით რა რაც შეეხება მეთოდებზე, აკერმანი შარფის მეთოდებზე, რაც თქვენ ახსენეთ, თითქმის კალკა, რა თქმა უნდა, ეხლა ბოლო დღეები რაც ხდება ხო სლოვაკეთში, სერბეთში და სოციალურ ქსელებში ვნახე სურათები, როგორ გავს ძალიან გავს ერთმანეთს, როგორ მიმდინარეობს პროცესებს და ჩვენამდე ჩვენ ვადარებდით, საერთო პროცესები დაიწყებოდა 14 წლის მაიდანს. რა თქმა უნდა, ისინი ვინც ხელისუფლებაში მოდიან ამ გზით, ხო, მათ როგორც ხელისუფლებაში მოსვლის მეთოდები ერთნაირი აქვს, შესაბამისად შემდგომში მოქმედების მეთოდებიც ერთნაირია. სომხეთში, იმ ეკლესიას, როგორც საქართველოში აქვს ძალიან სერიოზული ავტორიტეტი, შესაბამისად იგი არ ემორჩილება და საზოგადოების დიდ ნაწილს მის მიმართობა გააჩნია, როგორც საქართველოში და ზუსტად დარტყმას იწყებენ იმ ინსტიტუციების მიმართ, რაც მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის რეალიზაციისთვის ხელისშემშლელი ინსტიტუციებია. აი ზუსტად იგივეს აკეთებს, ჩვენთანაც ხო იყო ეს პროცესები სააკაშვილის დროს იყო. აი ზუსტად იგივეს აკეთებს ეს ადამიანიც. რაც შეეხება ხელისშემშლელ ფაქტორს, იცით რა, მე როგორ უყურებ ამ სიტუაციას კავკასიის პროცესებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მაინც უფრო გლობალურად ტრამპი პუტინის შეხვედრიდან. და როგორც წინასწარ იკვეთება ახლა ორივე მხრის განცხადებებიდან, როგორც ჩანს კი ამბობენ ახლა ორივე მხარი ჩვენ ადმინისტრაციებს შორის არანაირი კონტაქტი არ არსებობს, მაგრამ თუმცა მე დარწმუნებული ვარ. რაღაც დონეზე მაინც არის ინფორმაციის გაცვლა, შეჯერება რაღაც პროცესებისა და როგორც ჩანს თუნდაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ტრამპის წარმომადგენლების განცხადებებიდან, რომ გარკვეულ ბაზისურ საკითხებზე მათ შეთანხმებები აქვთ. შესაბამისად, ამ დიდ ორი кейს, კავკასიური და უკრაინული кейსები, ასე დავარქვათ, დარწმუნებული ვარ, ერთი მასში იქნება გაერთიანებული და როგორც ისინი მოვილაპარაკებენ, აი ზუსტად დასრულდება ეს პროცესები. შესაძლოა, მე არ გამოვრიცხავ, ეს რა არის? როგორც ჩვენი ეს ლიბერალური ოპოზიცია არის ძველი უკვე
იმ ელიტის, გლობალური ელიტის, რომელიც ირეცხება საერთაშორისო სისტემის ამ საერთაშორისო დღის წესრიგიდან, იმათი წარმომადგენლები არიან ჯერ კიდევ იქბინებიან. აი ზუსტად იგივე არის მათთვის, ამ პროცესებისთვის პაშინიანის. თუმცა იქ ხელისუფლებაში ჩვენ დაგი ოპოზიციაშია. თუ ამ შეთანხმების შემდეგ მე არ გამოურიცხავ კავკასიის ამ პროცესებიდან გამომდინარე მას მოუწევს თავის ხელისუფლებიდან ალბათ ჩაანაცვლებენ უფრო სხვა ახალი რეალიებისთვის შესაბამისი ფიგურით. თუნდაც ჩვენ წარმოგიდგენიათ იმ ტრამპის ინტელექტუალური ჯგუფი, რომელიც მეტნაკლებად ახლა ეყრდნობიან ეს რესპუბლიკელები ეს არის ერთ-ერთი საქსი ვთხოვდა ხო გვახსოვს რა 3+3-ში შესვლას. შესაბამისად ეს პროექტი დაახლოებით ამ მიმართულებით წავა და ვინც ხელი შემშლელი იქნება ამ პროექტებისა, ის იმ პოლიტიკურ სისტემის, იმ ქვეყნების პოლიტიკურ სისტემიდან გაიძევებიან. და იგივე დღე და ბედიელის მე დარწმუნებული ვარ ამას პაშინიანსაც. ეს პროცესები ალბათ დაიწყება პუტინ-ტრამპის შეხვედრის შემდგომ. ეხლა მე არ ვიცი როდის შეხვდებიან ესენი, მაგრამ სავარაუდოდ მარტს არ უნდა გადასცეს მათი შეხვედრა. ხო, ინფორმაციამ გაჟონა რომ ინდოეთი არის მზად უმასპინძლოს ტრამპისა და პუტინის შეხვედრას და პრინციპში როგორც ორივე ქვეყანასთან კარგი სტაბილური ურთიერთობის მქონე და ძლიერი ქვეყანა გამოდგება ამ პლატფორმად, ამ მოედნად, სადაც შესაძლებელია მართლაც ასეთი შეხვედრის გამართვა. მაგრამ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა მირშაიმერმა უკვე გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპს მიუხედავად მისი 100-დღიანი გეგმისა და იქ სხვა მრავალი იდეის, რომ მალევე დაასრულებს ამ უკრაინის ომს, ის ვარაუდობს, რომ არ გამოუვა ეს. რუსეთის მხრიდან მარკოვსაც ჰქონდა ჩამოწერილი კიდე მოგაწვდითო ინფორმაციას, დასაზუსტებელი იყო ვერსიები. თუ გახსოვთ, რამდენიმე ზონდაჟი გააკეთა ამერიკულმა მხარემ, რაზე შეიძლება წავიდეს რუსეთი. იქ იყო ჯერ ვითომ 10 წლით ნატოში გაწევრიანებაზე შეფერხება, მერე 20 წელზე ავიდა, ახლა საუბარია იმაზე, რომ საერთოდ ნატოზე ვარი ეთქვას, მაგრამ მათ რა აქვთ საბოლოო აზრად? ისინი პრაგმატიკოსები არიან, უყურებენ წამზომს. რუსეთის ხელისუფლება როდის შეიცვლება. შემდეგ შეიძლება სხვაგვარად დადგეს საკითხი. და ასეთ გარიგებაზე რუსეთი უბრალოდ აღარ წავა, ანუ რუსეთს არ მოწონს ის შეთავაზებები და არ წავა იმ შეთავაზებებზე, რაც შეიძლება კონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ იგულისხმება თქვათ მისი პოზიციები რომ დაკნინდეს რუსეთის პოზიციები უკრაინასთან დაკავშირებით. მინდა გიპასუხოთ, გუშინ იყო პუტინის ერთ-ერთ ინტერვიუს უყურებდი გუშინ და ერთ-ერთ ხელისშემშლ ფაქტორად, როგორც მე იურისტიო, საბაზო განათლებით, თვითონ უკრაინულმა მხარემო თავის დეკრეტით, პრეზიდენტის დეკრეტით აკრძალაო უკრაინულ მხარის მოლაპარაკებებში მონაწილეობა. მე ასე დროსო, დაახლოებით 100 რაღაცას ამბობდა, რომ ეს თუ ეხლა ამ დეკრეტის პირობებში მოხდება ჩვენი შეხვედრა, შესაბამისად არალეგიტიმური იქნება. თუმცა მე როგორც განაცხადა ზელენსკიმ, ეს დეკრეტიო სხვებს ეხებაო, თორე მე შემიძლიაო მოლაპარაკებების წარმოებაო, ან შეიძლება საერთოდ გაუქმოს ეს დეკრეტი, ეს მე უბრალოდ პუტინის განცხადებიდან არ დავინახე, ეს მზაობა იმასთან დაკავშირებით, ის მზად არის. რა თქმა უნდა, ეხლა პოლიტიკა ვაჭრობაა და მაქსიმალური იმიდან იწყებენ და შემდგომოდიან კომპრომისზე. ეს არის მეც სხვა რაბი. მე 100 დღეში იქნება თუ 150 დღეში, მე ველოდები რომ ამ გაზაფხულზე ეს კონფლიქტი მორჩება. ხო, ყოველ შემთხვევაში ეს მარკოვი როგორც წერს, სააღდგომოდ შეიძლება ცეცხლი შეწყდეს და მე უკვე დაახლოებით მაისში შესაძლოა რაღაც გადაწყვეტილებამდეც მივიდნენ. კი ბატონო. ნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი უბილავა და სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარღია. ჩვენ შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის.